მეტი დანაშაული რა უნდა ჩაიდინოს ქვეყანამ თავისი მოქალაქეების წინააღმდეგ. ისედაც მძიმე სოციალურ მდგომარეობაში რეკლამირდება თუ ბებიამ როგორ მოიგო ლატარია. შვილიშვილმა როგორ მოიგო ლატარია. კერძო მეწარმეები ახორციელებენ ზეწოლას, მაღაზიებში პირბადის გარეშე არ გვიშვებენ. ამ დროს ეს ყველაფერი სავალდებულო არ არის, კანონით დასჯადი არ არის. პოლიცია გვაჯარიმებს, დაგვსდევს, სხვათა შორის დღეს პატრულის თანამშრომლები გახართ აქ. შეგიძლიათ მაგ პირბადები მოიხსნათ, იმიტომ რომ თქვენ ვალდებული ხართ, თქვენი სახეები გვაჩვენოთ ჩვენ. ვინ ხართ? პირბადე აკრული, მე ვიცი ყაჩაღი. და დღეს თქვენ ფაქტიურად ყაჩაღის როლში გამოდიხართ, იმიტომ რომ უკანონობას ჩადიხართ, როდესაც პირბადის გამო მე პირადად ბორკილები დამადეთ და ციხეში ჩამსვით. პირბადის გამო ახლა 27-ში იქნება კიდე სასამართლო პროცესი. და ისეთი საქმე სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით შემიკერეთ. ანეკდოტში რო არის, კი მაგრამ ვიყვირე, კი მართალია მაგ მოვიყავითო. იმდენი დანაშაული ჩამიდენია და თან რაც ეწერა იქ გულში ნამდვილად ფიქრობ იმას. უკვე იმ პოლიციელების მიმართ სხვათა შორის ვინაც ეს განახორციელა და ამ რაიონის პოლიცია სხვათა შორის. მე მინდა სიტყვა გადავცე ქალბატონ მანანა ნიკოლეიშვილს. ქალბატონი მანანა ექსპერტი გახლავთ როგორც განათლების სისტემაში, ასევე ჯანდაცვის სისტემაში თავისი გამოცდილებიდან გამომდინარე, წლების გამოცდილებიდან გამომდინარე. ხო, მოგესალმებით. მე მინდა განსაკუთრებით მივესალმოთ ჩვენ საყვარელ სტუდენტებს, რომლებიც აქ არიან მოსულები. ყველაზე უფრო შევიწროებულ სტუდენტებს ეს არის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები. და ასევე სხვა უნივერსიტეტიდანაც არიან აქ მოსულები. დიდი მადლობა ძვირფასო ახალგაზრდებო და სტუდენტებო. მე მინდა მივმართო პირველ რიგში ეკატერინე ტიკარაძეს. ქალბატონო ეკატერინე, აი ახლა გამოაცხადა ბატონმა გიორგიმ ლილუაშვილმა, რომ ჯანდაცვის ექსპერტიო, დიახ, წლების განმავლობაში ვიყავი თბილისის საკრებულოში არჩეული სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე. მე ვკურირებდი აგრეთვე თქვენ სფეროს ჯანდაცვას. დამხვდა ყველაფერი განადგურებული და ასევე დამხვდა ამირან გამხრელიძე მინისტრის, ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის პოსტზე. ხოლო როდესაც ბატონი ჯორბენაძე გადავიდა სახელმწიფო მინისტრად, ბატონი გამხრელიძე გადაიყვანეს ჯანდაცვის მინისტრად. გამხრელიძე არის ქალბატონო ეკატერინე, ეს არის ახლა გახდა კოვიდ ფაშისტი, მაგრამ მანამდე იყო კორუმპირებული საჯარო მოხელე. ჩემს კომპეტენციაში ჩვენ დედაქალაქის ჯანდაცვის სისტემას ხელმძღვანელობდი და ვაფინანსებდი. არ შედიოდა გამხრელიძის მინისტრის დანიშვნა, გათავისუფლება, თორე დიდი სიამოვნებით გავათავისუფლებდი. მაგრამ მე განათლების ექსპერტი ვარ და ვიყავი და რაღაც გამწვავებული სიტუაციების დროს პრეზიდენტმა მაშინდელმა მთხოვა შეხვედრა და მე ვკითხე მაშინდელ პრეზიდენტს ბატონ შევარდნაძეს, რომ მან ძალიან კარგად იცოდა, რომ ჯანდაცვასაც კურირებდი. ზღვარგადასული კორუფცია იყო ჯანდაცვაში და არის. და მე ვკითხე, რომ ეს ხალხი რატო გყავთ ბატონო პრეზიდენტო და აი იმას რასაც ამბობენ, მე მივიღე პასუხი და მე ძალიან კარგად ვიცი ქალბატონო ეკატერინე, რომ ეს ამ კაცს ფარველობს ფაუჩები და ასე შემდეგ. მაგრამ მე მოგიწოდებთ, ახლა ატეხილია მთელ მსოფლიოში
და მე მთელი მსოფლიო არ მეკითხება. მე მაინტერესებს როგორ განვითარდება მოვლენები საქართველოში და მე მინდა რომ ჩვენი ახალგაზრდობა პირველ რიგში არ იყოს შევიწროებული. მე მინდა ქალბატონო ეკატერინე რომ ჩვენმა სტუდენტებმა ისწავლონ პირდაპირი კონტაქტის გზით და კოვიდ ფაშისტმა გამყრელიძემ, კოვიდ ფაშისტმა იმნაძემ, კოვიდ ფაშისტმა კულუმბეკოვმა და ასე შემდეგ, აი იქეთ რომ ზის კოვიდ ფაშისტი ივანე ჩხაიძე და ასე შემდეგ მოთხოვოთ ამათ პასუხი და გაათავისუფლოთ. მე თქვენ პირადად არ გიცნობთ, მაგრამ გისმენთ ყურადღებით. არა მარტო კოვიდ საკითხებთან დაკავშირებით, სხვა საკითხებთან დაკავშირებით და თქვენ გაქვთ მცდელობა რომ დაარღვიოთ ეს მაფიოზური კლანი ჯანდაცვის სისტემაში, მაგრამ ჯერჯერობით არ გამოგდით. ჩვენ დაგეხმარებით, არა მარტო ჩვენ, ვინც დღეს აქ ვართ, მთელი ხალხი უნდა გაათავისუფლოთ თქვენ კოვიდ ფაშისტი გამყრელიძე და კოვიდ ფაშისტი იმნაძე. პასუხი უნდა მოეთხოვოს ცერცვაძეს, რატომ იღუპება ამდენი ხალხი სამკურნალო საკითხებზე ცერცვაძე აგებს პასუხს და თუ არ არის